ბრაზილიაში კი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, სადაც გამარჯვებისთვის ორი კანდიდატი იბრძვის, დილმა რუსეფი და ჟოზე სერა. წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად რუსეფი ლიდერობს, რომელიც ლუის ინასიო ლულა და სილვას ფავორიტი და მემკვიდრეა. მისი გამარჯვების შემთხვევაში ის ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ქალბატონი იქნება. დღეს ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ქვეყნის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის. ლუის ინასიო ლულა და სილვას ფავორიტი პრეზიდენტის კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელი დილმა რუსეფი და სან-პაულუს შტატის ყოფილი გუბერნატორი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ჟოზე სერა. ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვის თანახმად დილმა რუსეფი ლიდერობს და მას ამომრჩეველთა 57% უჭერს მხარს, ხოლო ჟოზე სერას ბრაზილიელების 43% უცხადებს ნდობას. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დილმა რუსეფმა ხმათა 47% მოიპოვა, ხოლო სერამ 33,1%. ორივე კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული. დილმა რუსეფის გამარჯვების შემთხვევაში ის ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ქალი გახდება. ვფიქრობ, რომ ბრაზილიელები გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. პირველ ტურში მათ ეს დაამტკიცეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. პრობლემები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას, აუცილებლად უნდა გადაწყდეს. განათლების, ჯანდაცვისა და გადასახადების პრობლემების გადაწყვეტა ჩემი პრიორიტეტია. ბრაზილიის კანონის თანახმად არჩევნებში მონაწილეობის მიღება სავალდებულოა. ამიტომაც აქ როგორც წესი აქტივობა ყოველთვის მაღალია. ხმის მიცემის უფლებაც დაახლოებით 135 მილიონ ბრაზილიელს აქვს. გარდა ამისა, 8 შტატსა და ფედერალურ მხარეში გუბერნატორების არჩევნები ტარდება, რადგან წინა არჩევნების დროს გამარჯვებულების გამოვლენა ვერ მოხერხდა.